ქალთევზები, მამა აბსოლუტის გზავნილი 12 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო საყვარელო შვილებო. დღეს მე გავაგრძელებთ ხრობას პარალელური სამყაროების მაცხოვრების შესახებ და საუბარი წავა იმაზე, ვისაც უწოდებთ უნდიებსა და ქალთევზებს. ეს ქმნილებები რეალურად არსებობენ, თუმცა ისინი არ შედიან იმ წყალქვეშა ცივილიზაციებში, რომელთა შესახებაც უკვე ვისაუბრეთ ჩემს წინა გზავნილში, არამედ ისინი არიან შუალედური ცივილიზაციის წარმომადგენლები ადამიანსა და მეხუთე განზომილების წყალქვეშა მაცხოვრებლებს შორის. ეს ცივილიზაცია იმსახურებს იმას, რომ მოგიყვეთ მის შესახებ უფრო დაწვრილებით, რადგანაც ხმელეთისა და წყალქვეშა სამყაროს ეს სინთეზი გამოჩნდა ადამიანის ძლიერი ემანაციის მატერიალიზაციის შედეგად. ეს ხდებოდა თანთანობით ათასწლეულობის განმავლობაში ბევრი ადამიანი ასრულებდა სიცოცხლის წყლის ქვეშ. ზოგი იძირებოდნენ უბედური შემთხვევების გამო, ზოგი ამას განზრახ აკეთებდა, ხოლო ვიღაცა სალით აგდებდნენ წყალში და დანაშაულის კვალი დაეფარათ. ამგვარად ადამიანთა სულები, რომლებიც ფიზიკური სიკვდილის შემდგომ მოხვდნენ წყლის ქვეშ, გარკვეულწილად ხდებოდნენ მის ტყვეებად. ზოგიერთი ასეთი სული შედიოდა წყლის სტიქიასთან რეზონანსში და ითხოვდა წყალქვეშა სამყაროში დარჩენის ნებართვას, რომელიც მათ მოეწონათ. თუ ეს სურვილი იყო ძლიერი და გულწრფელი, ამ სულებთან მოდიოდნენ მათი ღვთაებრივი ასპექტები და ნებას აძლევდნენ მიეღოთ უნიკალური და შეუდარებელი გამოცდილება, რომელიც მოისაზღვრა დედამიწის ფიზიკური დოიდან წასვლის შემდგომ წყალში ცხოვრებას. ამისათვის ასეთ სულებს ეძლეოდათ უკვე სხვა სხეულები, ისეთები, რომლებიც შეგუებული იყო წყალში ცხოვრებას. ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ წყალქვეშა სამეფოს მაცხოვრებლები, რომლებიც ფლობენ მაღალ განვითარებულ ცნობიერებას. ამ მიზნისთვის მათ შეიმუშავეს სპეციალური ტექნოლოგია ადამიანის მსგავსი ფიზიკური სხეულების შესაქმნელად, რომელსაც შეეძლო წყალში ცხოვრება. თუმცა თუ სხეული და სასუნთქი ორგანოები უკვე სხვა პარამეტრების იყო, ცნობიერება ისევ ადამიანური რჩებოდა და თან სწორედ იმ დონეზე, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის დროს. სხვა შემთხვევით რომ ვთქვათ, ამ არსებებს ჰქონდათ მისამ განზომილების ენერგიები მისი მთელი მრავალფეროვნებით. ხოლო რადგანაც მათ შეუარჩუნდათ მეხსიერება დედამიწაზე ცხოვრების შესახებ, პირადი გამოცდილების მიხედვით, წინა ინკარნაციის მიხედვით, რომელიც დაასრულა წყლის ქვეშ, ისინი ინარჩუნებდნენ თავიანთ დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ, სიყვარულს ან სიძულვილს, მატილირებას ან წყენას. ისინი შესაბამისად იქცეოდნენ გასაჭირსმყოფი ადამიანების მიმართ. მათ შეეძლოთ მათი დახმარება სანაპიროზე გამოსვლაში, ან პირიქით სიღრმეში ჩათრევა და გადარჩენის შანსის წართმევა. ერთ სიტყვით, მათში სრულიად შენარჩუნდა იმ ადამიანთა ხასიათი და ჩვევები, რომლებიც ცხოვრობდა დედამიწაზე გარდა სახვამდე. თუმცა, რადგანაც ადამიანისთვის ხელოვნურ პირობებში იყვნენ, ამ სულებს არ ჰქონდათ სულიერი განვითარების შესაძლებლობა, მაგრამ სწორედ ეს არის ყოველი სულისათვის დედამიწაზე მოსვლის მიზანი. ამიტომაც ასეთი ექსპერიმენტები თანათანობით შეწყდა. ამა თუ მიზეზების გამო ქალთევზები იხოცებოდნენ და ახლა დედამიწაზე ისინი თითქმის აღარ არიან. მათ ვერ შეძლეს სრულფასოვანი ცივილიზაციის შექმნა, კიდევ იმიტომ, რომ არ ჰქონდათ გამრავლების შესაძლებლობა. ისინი იყვნენ უსქესო არშები იმის და მიუხედავად, რომ გარეგნულად გამოიყურებოდნენ როგორც კაცები და ქალები. მიუხედავად მაღალი ტექნოლოგიებისა, მათი წყალქვეშა ინჟინრებმა ვერ შეძლეს სრულფასოვანი ღვთაებრივი ქმნილების შექმნა. სწორედ ამიტომაც ქალთევზები მიისწრაფოდნენ ადამიანისკენ, რადგანაც განიცდიდნენ უწინდებულ მიწიერი ცხოვრებისადმი ნოსტალგიას. იმის და მიუხედავად, რომ ეს არსებები დედამიწაზე თითქმის აღარ შემორჩნენ, მე ვსურდა, რომ თქვენ მაინც გწონათ ამ არც თუ ისე წარმატებული ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც თქვენს პლანეტაზე ჩატარდა. ქალთევზები გააგრძელებენ ცხოვრებას სხვადასხვა ხალხების ზღაპრებში, რომელთა საწყისად დევს ადამიანების შეხვედრები ამ გასაოცარ არსებებთან. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზღვრად უყვარხართ, საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გუჩი. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.